მინდა შეაფასოთ ის სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვაკურდებით 2 დღეა მაესტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. შეფასება ალბათ უკვე ბევრი მოისმინეთ, ალბათ ჩემიც არ განსხვავდება ძალიან სხვა შეფასებებისგან. რამდენიმენაირი მოისმენთ, აი თქვენი რომელს ემთხოვა, ამას გავარკვევთ, თქვი გაგვიზიარებთ. ჩემი შეფასებით ალბათ მე როგორც ტელემაყურებელი ვაფასებ ამას, ალბათ ბევრი ტელემაყურებელი ახლა ნერვიულობს იმაზე, რა ხდება მაესტროში და ყველას ეშინია რომ ეს ცუდად დამთავრდება. ანუ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოება დარჩება იმ არხის გარეშე, რომელიც მეტნაკლებად დამოუკიდებელ და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციას აწვდის და იმედი აქვს რომ ყველაფერი კარგად მოგვარდება. რასაკვირველია, უარყოფითად ვაფასებ ბატონი ერუსის მოქმედებას და იმედი მაქვს რომ ეს რა კონფლიქტი რაც შეიძლება მალე გადაწყდება, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეძლევა ძალიან დიდი შესაძლებლობა ამ ვითარებაში, რომ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს და ეს ძალიან საშიშია. ჩვენთვის ტელემაყურებლების მე ტელემაყურებლების პოზიციიდან ვლაპარაკობ პირველ რიგში, იმიტომ რომ პირველ რიგში მე ჩემი პრობლემები როგორც ტელემაყურებლის მაწუხებს და არა ჟურნალისტების დამცავი ვარ ამ შემთხვევაში. თქვენ აწვდით საზოგადოებას იმას, რაც საზოგადოება სჭირდება და ჩვენ ტელემაყურებლებს გვინდა რომ ეს გაგრძელდეს და არ შეწყდეს და კიდე გაუმჯობესდეს და იმედი გვაქვს რომ ეს ეგრე იქნება. საფრთხეს ხედავთ, ანუ თქვენ განაცხადეთ რომ ახსოვდება არჩევნები და გარკვეული საფრთხე შეიძლება იყოს. ნიშნები ამის, რომ დამოუკიდებელმა მედიამ დაკარგოს იმის საშუალება, რომ როგორც თქვენ აცხადებთ, საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს, დაინახეთ მთელი ამ დღეების განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის როგორც ნაწილი საზოგადოების საუბრობს, ეს არის კონფლიქტი დამფუძნებელსა და მართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის. ეს კონფლიქტი ჯერთი არ წარმოიქმნებოდა, რომ არა მომავალ წელს არჩევნები ყოფილიყო. მეორეც ერთი რასაკვირველია, პოლიციის ქმედებები და პოლიციის პოზიცია ცალსახად მიუთითებს, რომ ეს მარტო ორი დაინტერესებული მხარის, დამოუკიდებელი მხარის კონფლიქტი არ არის, ასე რომ რასაკვირველია, აქ არ არის თანაბარ პოზიციაში ეს ორი მხარე და გარდა ამისა, რასაკვირველია, რაც არ უნდა იყოს ორი მხარე, რომლებიც ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ, ხელისუფლებამ ამით შეიძლება ისარგებლოს, რომც არ ყოფილიყო ჩართული თავიდან, ყველა მომენტში შეიძლება ამით ისარგებლოს. კი ბატონო, თქვენ განაცხადეთ, რომ ტელევიზია რომელსაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და რომლის ეთერშიც ვართ, აწვდის ინფორმაციას, რაც არის საზოგადოებისთვის საჭირო. თუ შეიძლება ეს გამოვარტოთ, რა არის საზოგადოებისთვის საჭირო, იმიტომ რომ თავად ეროს კიწმარიშვილი ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ესე ვთქვათ, შემოვიდა ტელეკომპანია მაესტროში და ითხოვს მართვის განხორციელებას, იმიტომ რომ ტელევიზიამ, როგორც ის აცხადებს, დაკარგა ობიექტურობის სახე და გარკვეულწილად იყო ერთგვარ ეიფორიაში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. იქნებ მითხრათ, რას ნიშნავს საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება? ცდილობდით თუ არა ჩვენ ჟურნალისტები, როდესაც ვაშუქებდით იმას, რაც ხდებოდა რეალურად ქვეყანაში? ეცით როგორ არის, რაზე აქვს მოთხოვნილება საზოგადოებას, მოდით ამით დავიწყოთ. ჟურნალისტებს ძალიან გიყვართ ლაპარაკი დაბალანსებულ, მიუკერძოებელ და ასე შემდეგ. ბალანსი ძალიან მოყავს. არ ვიზიარებ ამ ბალანსს. ანუ რა ვიზიარებთ ამ შემთხვევაში? პირველ რიგში საზოგადოებას არ უნდა დაბალანსებული ტელევიზია, საზოგადოებას უნდა გულწრფელი ტელევიზია. საზოგადოებას უნდა გულწრფელი ჟურნალისტები და გულწრფელობა და დაბალანსებულობა ძალიან ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როდესაც ამ მხარეს გიზის ადამიანი, რომელიც ამბობს რომ 2x2 4-ია და მეორე მხარეს გიზის ადამიანი, რომელიც ამბობს რომ 2x2 5-ია, რას ნიშნავს ამ ორი ადამიანის ესე იგი შეხედულებების და წარმოჩენის დაბალანსება, ხო? ბალანსი 4/9-ია. როგორ უნდა იყოთ, არც ერთი მხარეზე არ უნდა იყოთ, როდესაც აშკარად ხედავთ, რომ ერთი მხარე იტყუება და ანუ ტყუილის და სიმართლის დაბალანსება გამორიცხული არ გამოვა. ანუ თქვენ
თქვენ აცხადებთ, რომ ჟურნალისტებს ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უფლება გარკვეულწილად ჩვენი აზრი გააჩნია რაზეა ლაპარაკი და გააჩნია სიტუაციას. როდესაც აშკარაა, რომ საზოგადოებრივი აზრი ერთ სამხარეზეა, როდესაც სიმართლეც ამ მხარეზეა და ჟურნალისტი ცდილობს, რომ რაღაცნაირად საკუთარი დამოკიდებულება არ გამოხატოს, ეს საზოგადოებაზე ტოვებს მხოლოდ სიყალბის შთაბეჭდილებას. რასაკვირველია, მე თუ მთლიანად ვემხრობი იმას, რომ მთლიანად ქვეყანაში იყოს დაბალანსებული ობიექტური მიუკერძოებული ჟურნალისტიკა, რომელიც დგას პოლიტიკისგან განზე, პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები უბრალოდ აშუქებენ, იდეალური ვარიანტი. ეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც არის საქართველოში. თქვენ სიცარიელეში არ ახართ, თქვენს გარდა არსებობს ნაციონალური არხები, ნაციონალურ არხებზე თქვენ გავლენა არ გაქვთ, თქვენ თვითონ ვერ გადაქმნით მედია სისტემას, რომელიც არსებობს საქართველოში. ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც თქვენ თქვენი პროფესიონალიზმით შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც ხდება საქართველოში. ამიტომ უნდა იგმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რა სიტუაცია არის. რა სიტუაციაა, რომ ტელემაყურებელს სჭირდება არხი, რომლის ხურებით მას გულისრევის შეგრძნება არ გაუჩნდება, სიყალბის შეგრძნების არ გაუჩნდება, მიიღებს იმ ინფორმაციას, რომელსაც სხვაგან არ აწვდიან და ნდობა ექნება ამ არხის და არ ექნება იმის შეგრძნება, რომ ჟურნალისტები უბრალოდ, ესე იგი, ხელფასის გულისთვის მუშაობენ და რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. კი ბატონო, მაგრამ ჟურნალისტების პირველადი დანიშნულება და მოვალეობა ის არის, რომ ფაქტები მიაწოდონ საზოგადოებას და შემდეგ უკვე თავად საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და გამოიტანოს დასკვნა ამ ფაქტიდან გამომდინარე, ესა თუ ის ადამიანი რამდენად სწორ კომენტარს აკეთებს ან რამდენად ადეკვატური ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. ესე ვიცით ჩვენ ჟურნალისტებმა და სწორედ ამ პრინციპს ფაქტების მიწოდება, რასაკვირველია ეს პირველი მოვალეობა. მაგრამ ეს ჩავთვალოთ, რომ ამაზე კამათი არ არის და როდესაც ტელევიზია არ აწვდის ფაქტებს საზოგადოებას, ის უკვე აღარ ასრულებს თავის ფუნქციას. მე ესე იგი იმ არხებზე ვლაპარაკობ. გვარს და სახელს არ მოიხსენიებ, მაგრამ ფაქტების მიწოდებით არ ამოიწურება ჟურნალისტის მუშაობა. ჟურნალისტი ამ ფაქტებს ფილტრავს, ამ ფაქტებს რაც მიმდევრობით ალაგებს, კონტექსტში აქცევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საქართველოში შეუძლებელია დღევანდელ სიტუაციაში პოლარიზებულია. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო გრჩება და მე მინდა უბრალოდ დასკვნის საკითხი გკითხოთ. სწორედ ამ პრინციპით, რომელზედაც თქვენ ახლა საუბრობთ, თუ კი მიუდგებით ტელეკომპანია მაესტროს მუშაობას მთელი ამ ხნის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ის პრეტენზია, რომელიც აქვს ეროსი კინწმარიშვილს. მე საერთოდ არ ვიზიარებ ეროსი კინწმარიშვილის კონცეფციას. მე ვთვლი, რომ ბატონმა მამუკამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა თავის დროზე, როდესაც მართველად დანიშნა ბატონი ეროსი. მე მგონია, რომ მისასალმებელი იქნება, რომ მაესტრომ კიდე და იფიქროს თავისი მაუწყებლობის პრინციპებზე და მე პირადად, ესე იგი, მახსენდება რუსთავიურის გამოცდილება და იმედი მაქვს, რომ მაესტრო არაპირებს რუსთავიურის გზის წასვლას და იმ პრინციპების გადმოღებას, რომლებსაც ეს ტელეკომპანია ახორციელება და პირველ რიგში იმისთვის რომ გავაგრძელოთ მუშაობა, საჭიროა რომ ის პოზიცია, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ დღეს ჟურნალისტებმა, ამ პოზიციის სისრულეში მოყვანა და მოგვეცეს ჩვენ საშუალება. მივესალმები დღევანდელ განცხადებას მაესტრო ჟურნალისტების მხარს გიჭერთ და იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება ყველაფერი. კი ბატონო, ჩვენც ამის იმედი გვაქვს. მარინა მოსხელიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ, რომ მობრძანეთ და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. რამდენიმე წუთში სუბიექტური აზრი გელით შალვა რამიშვილთან და ნათია მიქიაშვილთან ერთად.